so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. წავიდა. ის რომ ჩვენ არ ვიყავით დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, ძალიან ხშირად მიგრძვნია ბავშვობაშიც. უბრალოდ ამას ესე ტრავმატულად არ აღვიქვამდი, რასაც ვდარდობ და ვნანობ სხვათა შორის. ისეთი ბავშვობა გავატარე, რომ კარგად ვერ ვაცნობიერებდი. კი ვიცოდი, რომ ქართველი ვარ და თან მე ცოტა ესეთი ბავშვობა მქონდა, უცხოეთში ხშირად გავდიოდი, ეს ქართველი ყველგან დომინირებდა, მაგრამ მათთვის მაინც საბჭოთა ბავშვი ვიყავ. ამიტომ მე აი მაგას ზუსტად რომ ჩვენ ვიყავთ იზოლირებული საბჭოთა ბავშვები, რომ არც არ გვიშვებენ და საშინლად გვეპყრობიან, მაინდა-მაინც ჩემ თავზე ვერ ვგრძნობდი. მაგრამ იქ რო ჩავედი და რომ ნახე პირველად საღეჭი რეზინი მაგალითად და ჩამოუტანე ჩემ კლასელებს. ნუ როგორი გმირი ვიყავი თქვენ არ იცით. იმიტომ არ არის კაი კონცერტები გავმართი, იმიტომ რომ მე შემეძლო იქაური ჯინსი ჩამეცვა, იქაური რაღაცა ლაბადა მქონოდა და რა თქმა უნდა მუსიკა. ერთ-ერთი მთავარი რაც ჩემთვის იყო იქიდან აი მართლა თავისუფლების სიო, ხო ამბობენ რომ საერთოდ რევოლუცია და საბჭოთა კავშირის დანგრევა გამოიწვიეს ბიტლზებმაო, ხო? ნუ ეს ცოტა ისეთი ფიგურალური ნათქვამია, მაგრამ აი თავისუფალმა მუსიკამ რაც იქიდან მოდიოდა, რასაც ჩვენ იცით როგორც მართლა აი წურვალს რო წყალი ჭირდება, აი ესე უსმენდით და ესე მოვიპოვებდით ხოლმე. მახსოვს ჯენი ჯოპლინის Pearl ჩამომიტანეს დორსების ერთ-ერთი დისკი დიდი ვინილი. აი ეს იყო ის რაღაცა ახალი ამბები მოკლედ, რაც აი მართლა მოწყურებული ვიყუროთ. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რა თქმა უნდა, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება და დღემდე ასეა. კიდევ საფრთხე ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას, კიდევ არა ვართ. აი არასდროს არ მახსოვს მე ესეთი სრული სილაღეც არ მახსოვს, მაგრამ აი ესეთი გამწვავებაც, რაღაცა და ესეთი საშიშროებაც მე პატარა აღარა ვარ უკვე და კარგა ხანია ესეთი შეგრძნება მე არ მქონია, როგორც ამ ბოლო პერიოდში მქონდა, იმიტომ რომ ეს გახდა ყველაზე რთული. აი ამის მართლა დამკვიდრება და ამის შენარჩუნება. ამის მიზეზი ძალიან ბევრია, ალბათ. ჩვენ თვითონაც ვერ გავრკვეულ ვართ, ის არ ვაწყენინოთ თუ ამას რაღაცა მოვეფეროთ, ეს არ გავაბრაზოთ, ამიტომ იმათ ვაბრაზებთ, ვინც სინამდვილეში ევროპის გაბრაზება არაფერ შეიძლებოდა ახლა, იმიტომ რომ ერთადერთი მართლა საყრდენი ჩვენი და იმედი იყო ევროკავშირი და არის, ხო? ჩვენ თუ მართლა გვინდა მშვიდობა, ჩვენ ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ევროპის ქოლგის ქვეშ. მე რუსეთთან დაკავშირებული მშვიდობა არ წარმოვიდგენია როგორია, ხო? საფრთხე თუ მოდის, ალბათ მოდის მხოლოდ რუსეთისგან, აქედან გამომდინარე ჩემ ცოტა გაუგებარია საერთოდ ეს კონფიგურაცია, რასაც ამ ბოლო დროს არ გვთავაზობენ, მაგრამ ნუ საერთოდ მივდიოდით მთელი ეს ბოლო პერიოდი, ხო? არა და გვთავაზობენ სხვას, ვითომ ევროპას, რომელიც ცუდია, რომელიც მოგეთ დიდი არეულობაა, დიდი აჭრაა და აი ამის ბრალია ეს ყველაფერი, რაც ამ ბოლო დროს ჩვენ დაგვემართა. ჩემი თაობის კონკრეტულად ბრძოლა ცოტა დაგვიანებული იყო. სულ ამას ვინანიებ, ასე ვთქვათ, ჩემ თავთან, რომ ჩვენ კარგა ხანს ამას ვერ ვაცნობიერებდით. ცხოვრებისეული, საყოფა ცხოვრებო, კეთილდღეობა იმდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეტყობა იმ პერიოდში, ახლა რო ვფიქრობ და ვნანობ, რატო იყო ასე. რომ ამას არ ვაქცევდით ყურადღებას. დღეს მე რო უყურებ ამ ახალგაზრდებს, როგორი შემართული, როგორი ერთიანი, როგორი თან ბედნიერი რაღაცა ტრაგიკულები კი არ არიან, მიუხედავად ყველაფრისა, ხო, რამდენი წარე გამოიარეს, არ დაკლებიათ ცემა, ჩეხვა, რა ვიცი, სულში და ფიზიკურად ჩაფურთხება, დაჭერა, დაწამვლა, ციხე, არაფერ დაკლებიათ და მაინც როგორი ღიმილის ბიჭები და გოგოები არიან, როგორი შემართულები არიან, როგორი მართლები არიან. მე როცა მართალია ადამიანი, ის ყოველთვის ლამაზია და ყოველთვის იმსახურებს სიმპათიას სულ ცოტა. თუ მასა ვერ გაყვები და არ გაქვს შენამდენი თავი. მე მეწოდება ის ადამიანები, ვისაც ესენი არ იმედება და არ ემაგალითება. თუ ამის თავი არ გაქვს, ყოველ შემთხვევაში უნდა აღფრთოვანება მაინც გამოთქვა, იმიტომ რომ დღეს არის ფენომენალური ახალგაზრდობა. მე ვარ მშვიდი და ბედნიერი, რომ ჩვენ თურმე ასეთი ახალგაზრდობა გაგვიზრდია. მე არ ვიცოდი. ძალიან დიდი მსხვერპლის გაღების მოწმენი გავხდით ჩვენ სულ ყველანი. ახალგაზრდებმა განსაკუთრებით მე ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა. ნუ ესე იგი
ყველაფერზე უარი თქვეს თავისი სამშობლოს სიყვარულის გამო. თავის საქმე, თავის ყველაფერი გადადეს გვერდზე, იმიტომ რომ მათ დაინახეს თვალნათლად, რომ მათ სამშობლოს საფრთხე ემუქრება. რომ ჩვენ შეიძლება ისევ დავბრუნდეთ იმ რაღაცა საშინელებაში. თან ახლა ნუ რავინ იფიქრებს, რომ პუტინის რუსეთი ეს არის იმის ბრეჟნევის რუსეთი. არა ბატონებო, ეს ბევრად უფრო ძიმე შემთხვევაა და ჩემტერს ხო იმ წიაღში დაბრუნება, ამაზე საერთოდ ფიქრიც არ მინდა. და მე აქ ძალიან ხაზგასმით მინდა ვუსაყვედურო ყველას, ვინც ამბობს, რომ ეს ბავშვები არიან გზააბნეული, მოსყიდული, რომ რაღაცა იქ ნაცებმა იყიდეს თუ ვიღაცამ კიდე მტრულმა ძალებმა და რომ რას უძახიან რადიკალებს, უსამშობლოებს პირიქით. პირიქით, ისინი არიან სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და არაფრით რადიკალიზმს ისინი არ აპირებდნენ, რადიკალურად მათ ხელისუფლება ექცევათ, ხო? ამაზე დიდი მსხვერპლი, რომ პიანისტი, რომელიც 8 საათი უნდა უკრავდეს, 8 თვე ციხეში ზის, ნუ მე არ ვიცი ამ ბავშვებმა რა უნდა გააკეთონ, ხო? ესენი არიან ის ადამიანები, ვის ხელშიც ჩვენ სამშობლოს არ გაუჭირდება, ნამდვილად, იმიტომ რომ ისინი მას აუცილებლად მიხედავენ. ამით განსხვავდებიან ისინი ჩვენგან, ჩვენ ბოლომდე ვერ მივხედეთ. კატეგორიულად მინდა რომ ვუთხრა მათ და შეუძახო რომ რას ქვია მათი ხმა არის ისმის რომელია თქვენ რა გონიათ ეს რეაქცია ხელისუფლების იგივე ეს დაპატიმრებები ციხეში ამდენი ხანი სრულად უსაფუძვლოდ და სრულად ყოველგვარი სამხილის გარეშე მათი გაჩერება ამდენ რაღაცაზე უკანონობაზე მე ვიტყოდი წასვლა ეს დანახვა არ არის მათი ხმის ეს არ არის რეაქცია? მთელი მსოფლიო რომ ამაზე ლაპარაკობს, რომ როგორი ერია ეს ქართველები და ამიტომ რატო გვიჭერენ ასე მხარს ევროპა, ხო? აი ამ ბავშვების ხმა, რომ სწორედ მიწვდა აი ამ ევროპას, რომელიც თავისი პრობლემების მიუხედავად კიდე ჩვენთვის იცლის, ეს არის უზარმაზარი მონაპოვარი და უზარმაზარი გამარჯვება. სწორედ ეს არის ის იმედიც გვაქვს, რომ გადაგვარჩენს, ხო? ხელისუფლებასაც ესმის მათი ხმა, მტერსაც ესმის და მოყვარესაც ესმის და ასე რომ არაფრით მათი ოდნავ მაინც გულის გატეხვა არ შეიძლება და ამ ხმის ოდნავ მაინც გაჩუმება არ შეიძლება. სიჩუმეს რაც შეეხება, იცი, ამასთან რაღაც წავიკითხე ბრეხტმა თქვაო, რომ აპოლიტიკურობა არის უმეცრებაო. და კიდე აი იმ გამონათქვამთანაც, რომ პატრიოტიზმი არის არამზადათა უკანასკნელი თავშესაფარი, ხო? ეს გონი სამუელ ჯონსონის არის. ყველასთან დიდი ბოდიშმა. ჩემი აზრით, აპოლიტიკურობა დღეს და ასეთ კრიტიკულ მომენტებში გადამტეხდა გადამწყვეტ პერიოდებში არის აი სწორედაც არამზადების მარადიული თავშესაფარი. მე აპოლიტიკური ვარ, მე არ მაინტერესებს რა ხდება. რას ნიშნავს აპოლიტიკურობა? აქ ცხოვრობ, ხო, შენ ამ ქვეყნის შვილი ხარ და აქ აგრძელებ, აპირებ რომ გააგრძელო ცხოვრება. არ გაინტერესებს? რა ხდება შენს ირგვლივ? ჩვენ ხელოვნებაში უნდა ჩავიკარგოთ და კონცერტები ვმართოთ და ლექციები ვწეროთ. ჩემთვის ეს ამაზრზენია და ყოველად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, მე ვეტყოდი ყველას, ვინც არის ჩუმად, ან ვინც ცდარ პოზიციაზეა, რომ თვალები გაახილონ. თავის სინდის მოусმინონ. მე არ მჯერა, რომ მათ ის არ გააჩნიათ საერთოდ. მოусმინონ და დაუჯერონ. მე შეიძლება ვავნე ჩემ თავს, მე ვიღაცებმა ისიც კი დამიწერეს, რომ მედროვე ყოფილხარო და ნუ კიდე მინდა აუხსნა, რომ მედროვე არ არის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს სამსახურზე, ხელფასზე, გადაცემაზე, ყოველდღიურზე, კარგ ცხოვრებაზე, კონცერტებზე და სახში დაждდება. და თავს ავნებს აქედან გამომდინარე. ხო, მედროვე ის ადამიანია, ვინც ყველა სიტუაციაში გამოსავალს კარგად პოულობს და თავის თავს არ აწყენინებს. აი ეს არის მედროვე. და როდესაც შენ ხედავ რომ რაღაცით შეიცვალა, რომელთან შენ შეგუება არ შეგიძლია და ამიტომ შენ რაღაცას აპროტესტებ და შენ თავს ავნებ აქედან გამომდინარე, ეს მედროვეობა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი არც გმირობა არ არის, მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელიც უნდა გქონდეს ყველას. ჯერ ჩვენ მოქალაქეები ვართ, მე ვარ პროფესიონალი. როგორ არა? ბოლოს ალბათ ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის იყო ამ გაზაფხულზე, სანამ ეს უბედურებები დაიწყებოდა, ჩვენი ფეხბურთელების წარმატება. საოცარი წარმატება, რომელთანაც მე რაღაცა გარდა საზოგადოsi პირადი დამოკიდებულებაც გამიჩნდა. ზღაპრის ბოლო კეთილიას რომ ღეროდა ტრიბუნები, რომ ღეროდნენ ბიჭები. ეს იყო იმ ხელა ბედნიერების განცდა მთელი ერისთვის. გაგვაერთი აი რა შეუძლია ფეხბურთს, რა შეუძლია მართლა აი სიკეთეს, ხო, რომელიც იქიდან მოდიოდა, რომ ყველას გვინდოდა ერთი რამ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ყოფილიყვნენ გამარჯვებული და ერთმანეთის გვიყვარდა, ყველა პრობლემა დაგვავიწყდა და უცებ შემოგვიქანეს ეს კანონი გამეორებით და ყველაფერი დაგვავიწყდა მართლა. ეს იყო ბოლო ალბათ დიდი სიხარული.
ჩემი დარდიც ეგ არის სწორედ რომ დღეს არ არის ჩემი ქვეყანა ისეთი როგორიც მე მინდა რომ იყოს ძალიან ბევრი გაჭირვებულია ძალიან ბევრი უსამართლობაა და გაურკვევლობაა რაც ყველაზე ცუდია არ ვიცით რა ხდება ვერ ვხვდებით რა არის ჩვენ თავს ეხლა საერთოდ რაღაცა ბოროტებამ ჯვინვარებს დედამიწაზე ზოგადად ჩვენ პლანეტა კიდევ ერთხელ რაღაცნაირად ბოროტმა ძალებმა თითქოს დაიპყრეს და არ მინდა რომ ეს ხანგრძლივი იყოს საბოლოო არ არის რა თქმა უნდა ბოროტსაც ძლია კეთილმან ხო ზღაპრის ბოლოს თავი დავანებოთ რეალურადაც ასეა ხო გენიოსმა თქვა აქედან გამომდინარე მინდა რომ ეს იყოს ოღონდ მინდა რომ იყოს მალე მე არ მინდოდა მოვსწრებოდი იმას რასაც მოვესწარი მაგრამ აი ამას მინდა რომ მოვესწრო რომ ბოროტს აუცილებლად უნდა ზლიოს კეთილმა We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.